შენ იღვიძებ, უფრო სწორად მაღვიძე რა გაღვიძებს. უცებ გახსენდება თუ მინ ხარ და რა გაქვს გასაკეთებელი. სამსახურში უნდა წახვიდე, მიუხედავად იმისა, რომ გძულს თანამშრომლები, რომლებსაც სულთ მენეჯერი, რომელსაც სულს დირექტორი, რომელსაც სულს დამფუძნებელი, რომელსაც სულს თავისი სიცოცხლე. ნელ-ნელა დგები ლოგინიდან და ტემპს უმადებ. ხელპირს იბან, კბილებს იხეხავ და ტანის სამოს სიცვა. წამით გახსენდება თუ რა ნახე სიზმრად, მაგრამ უკვე დიდი ხანია სიზმრებს ყურადღებას აღარ აცემ. ყავას სვამ, ერთ ღირს სიგარეტსაც ეწევი, სუნამოს ისხავ და სამსახურში მიდიხარ. სამშოა მოსაწყენი და დამღლელია, მაგრამ თვის ბოლოს ზუსტად იმდენი გარიცხება, რომ ბანკის ყოველთვიური შესატანი, საჭმელი და რამდენიმე უაზრო ნივთის ღირებულება დაფარო. სამსახურის შესვენებაზე ჰოთ-დოგს მიირთმევ და თან მოკლე ვიდეოებს ვქროლავ. სახლში დაბრუნებული ნახევარფაბრიკატებს ამზადებ და თან ტელევიზორს უყურებ. წარმოდგენა არ გაქვს საიდან მოდის საჭმელი, ან ეს ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორი გაწვდის. შენ მთავარია ფული გადაიხადო, ხოლო შენს კეთილდღეობაზე კორპორაციები იზრუნებენ. შენ ხომ ერთ-ერთი მათგანის ნაწილი ხარ, რომელიც უამრავი ადამიანის ბედნიერებაზე ზრუნავს. შენი ცხოვრება ჩაკეტილია ხელფასიდან ხელფასამდე. მიუხედავად ამისა, მაინც გულმოდგინედ ზრუნავს საკუთარი მიზე სოციალურ ქსელში. დღეში მინიმუმ 1 სტორისტებ, ხოლო კვირაში 2-3 ფოტოს, სადაც ბედნიერი, ძლიერი და თავდაჭერებული ხარ. საერთოდ დაგავიწყდა შენი ბავშვობა. ისიც კი აღარ გახსოვს თუ რაზე ოცნებობდი. ახლა კი ისეთ საქმეს აკეთებ, რაზეც არავინ არასდროს იცნებებდა. შენი და შენნაირების შრომა ხმარდება ერთი ან რამდენიმე დამფუძნებლის კეთილდღეობას. იერარქია დამთვრუმელი და უსამართლო. ამას გრძნობ, მაგრამ უფულობის ჭიჭი თავის ასრულება. გადარჩენის ინსტინქტი იმარჯვებს და თავს ვეღარ აღწევ ამ მოჯადებულ წრეს. გინდება რომ ყველაფერი მიატოვო და გონება გაათავისუფლო 1000 ნაგვისგან, რომელიც სოციალურმა ქსელებმა დაგილექეს არაცნობიერში. გინდა მათნაირი იყო, დიდარი, თავისუფალი. დღეს ბარსელონაში გაატარო სანაპიროზე დრო, ხოლო კი ამსტერდამში კოფეშოპებს ეწვია. მაგრამ ცხოვრება მიდის, შენ კი ისევ სხვისთვის შრომობ. აღარ იცი რა გიყვარს. სინამდვილეში რისი კეთება ქსიამოვნებს. მით უმეტეს არ იცი, თუ როგორი შევა ფული ისე, რომ თან არ დაიტანჯა. მეოცნები, იდეალისტი ბავშვი, რომელიც საკუთარ თავში გააჩუმე, ნელ-ნელა ზემოთ ამოდის. ჯერ უცნაური მოусვენრობა გიპყრობს. შემდეგ კი გამუდმებით გიღხნის გულს სინდისის კენჭნა, რომ უფრო მეტი შეგეძლო. სამსახური ორჯერ უფრო დამღლელი და ნერვების მომშლელი ხდება, როცა აანალიზებ, რომ ამდენი წელი იმისთვის იმუშავე, რომ შენი 20 და 30-იანი წლები ვიღაც გაბერილი მოხუცი კაპიტალისტის ინტერესებისთვის დაგეთმო, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის გეშრომო. ახლა რა უნდა ქნა? პირველ რიგში უნდა გაიგო თუ რამ მოგიყვანა ამ მდგომარეობამდე. პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ ყველაფერი შენი ბრალი არ არის. მართალია, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, რამაც შენი საოცნებო გზიდან დაგაცდინა, მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც ის გარემოა, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე. როცა შენ გაჩნდი სისტემა უკვე მომზადებული დაგვხდა, რომ მაქსიმალურად დაეთქმუნა შენში თავისუფლების სურვილი და შენგან გამოეყვანა რობოტი, რომელიც იაფასიან საწოლზე იმუშავებდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ამისთვის იგი რამდენიმე ხერხს იყენებს. დავიწყოთ სკორით. ნაცვლად იმისა, რომ განათლების სისტემა გაწვდიდეს საჭირო ინფორმაციას იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც მარტო ცხოვრება მოგიწევს, ის დავს გახვევს 1000 სისულელეს, რომლის ცოდნაც არაფერში გჭირდება და თუ დაგჭირდება, ზუსტად მაინც არ გემახსოვრება და უბრალოდ გადაამოწმე. მაგრამ ყველაზე სავალალო მაინც ის ფაქტია, რომ სკოლა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვის ბუნებას. 6 წლის ბავშვი იმ ხელა ენერგია, მთელი დღე რომ ირბინოს მაინც არ დაიხლება და რას უშვებით მათ ჩვენ? ცივ საკლასო ოთახებში ვსვამთ და ნახევარი დღის განმავლობაში ვაიზულებთ, რომ არ გაიცნენ. სწორედ აქედან იწყება შენი ენერგიის, სურვილების და ცნობის მოყვარეობის ჩახშობა, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში და სამსახურში გრძელდება. სად არის კრიტიკული აზროვნების გაკვეთილები? როგორ შეიძლება ასწავლო ბავშვს ფილოსოფია და ფსიქოლოგია? ასე ხომ მათი გონება გაიხსნება და მიხვდებიან, თუ რამდენად ძლიერები და მნიშვნელოვნები არიან. პირველადი დახმარება, ხალხური მედიცინა, კულინარია, საკვების მოპოვება, ფულისა და ძალაუფლების ანატომია, პოლიტიკა, ხელოვნება, მედიტაცია, წარმოსახვის უნარი. ყოველივე ეს აბსოლუტურად უარყოფილია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მიერ. განამათ არიციან სინამდვილეში როგორ განავითარონ ბავშვის გონება, მაგრამ ამას მხოლოდ თავიანთი შვილებისთვის აკეთებენ, რომ შემდეგ მათმა შთამომავლობამ ისინი მართონ, ვისაც თავის დროზე ტვინი უკვე გამოურეცხეს. დიახ, შენ დიდი შეთქმულების მსხვერპლი ხარ, რომელიც შენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და არა უშავს თუ დაბნეული და დაკარგული ხარ. თუმცა მთავარია, რომ ამას ხვდები. სისტემა ვერ იტანს გამოგვიზებულ ადამიანს, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ მხოლოდ გაღვიძება არ ქმარა, რადგან სკოლა უბრალოდ პირველი ეტაპია შენი რობოტად გარდაქმნის პროცესში. ოდესმე თუ დაფიქრებულ ხარ რა ფილტრს გადის ის ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურად შენამდე მოდის. ალბათ შეგიმჩნევია, რომ ინტერნეტმა და ტელევიზიამ მიგვაჩვია სხვისი უბედურების მოსმენას. მეცაც გეტყვი, ადამიანების უმეტესობას უყვარს ახალი ამბები, რომელიც სხვადასხვა ფატალური შემთხვევების შესახებ მოგვითხრობს. მათ სიამოვნებს სხვისი უბედურების მოსმენა
რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მდგომარეობის უპირატესობას. მაგრამ ინტერნეტი რომ მხოლოდ უბედურებით იყოს სავსე, ადამიანები მალევე იტყოდნენ მასზე უარს. ამიტომ სცენაზე შემოდიან სუპერვარსკვლავები, წარმატებული, ლამაზი, ლამის გაღმერთებული პიროვნებები, რომლებიც მაყურებელში იწვევენ შურის და მისწრაფების შეგრძნებას. ასე რომ ბალანსი მიღწეულია. ამ ორ ფენას შორის კი შენ ხარ. არც იმდენად უბედური ხარ, რომ შენ შესახებ ტელევიზიებში ისაუბრონ და არც იმდენად ცნობილი, რომ ვინმე ჩემი ონლაინ კურსი შეიძინოს. მოკლედ რომ თქვა, საშუალობის სცენი გჭირს, ისევე როგორც დანარჩენ 99%-ს, მაგრამ ერთი განსხვავებით. შენ ამას ხვდები და არ გასვენებს შეგრძნება, რომ რაღაცის შეცვლა შეგიძლია. როცა წარმატებაზე იწყება საუბარი, ადამიანების უმეტესობა წარმოადგენს კოლოსალური რაოდენობის ფულს, რომელიც მზადაა დაიხარჯოს მათი სურვილისამებრ. ძალიან ცოტა თუ წარმოადგენს ხოლმე იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას გონიჭებს, რადგან არ ვიცით თუ სინამდვილეში რა გვინდა. ერთადერთი, რაზეც გონება ფიქრობს, ეს ფულია. ხოლო ფული როცა ექნება, შემდეგ მოიფიქრებს თუ რაში დახარჯოს. სწორედ ფულის შოვნის შემდეგ ეცოდინება თუ რისი გაკეთება უნდა. ზუსტად ასე ფიქრისთვის დაგაპროგრამეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ფულს ჭრიან. თუმცა არა, ამისთვისაც კი აღარ იწუხებენ თავს. პირდაპირ რიცხვებს ყიდიან, რომლებიც საბანკო აპლიკაციაში აისახება მას შემდეგ, რაც შენ სესხს აიღებ. ეს უკვე აბსურდის პიკია. რამდენ სისულელეს უნდა მიაწერონ წარმოუდგენელი ღირებულება, ლითონებით დაწყებული, კრიპტოვალუტით დამთავრებული. შენ სხვა გზა არც არასდროს ქონია, უბრალოდ დაიჯერეს ზღაპარი, რომელსაც ბავშვობიდანვე გიყვებოდნენ, რადგან იგივე ზღაპრის შეეროდათ შენ მშობლებსაც. მაგრამ პრობლემა იმაში არ არის, რომ ზღაპრების გჯერა. ილუზიებისა და ჯადოსნურობის გარეშე ცხოვრება მართლაც მოსაწყენია. მაგრამ მითი, რომელიც ასეთ სოციალურ უთანასწორობას იწვევს, არის კოშმარი, რომელიც ჩვენს გარშემო მოხდება. ფულის წყალობით ჩვენ შექმნით სამყარო, სადაც ერთსა და იმავე ქალაქში შეიძლება ცხოვრობდეს ნარკოდამოკიდებული უსახლკარო მათხოვარი, რომელსაც ისიც კი არ ახსოვს თუ ვინაა და ხელშეუხებელი მილიარდერი, რომელიც თავისუფალ დროს არასრულ წონებთან სქესობრივი აქტითაა დაკავებული. ხოლო შენ ამ ყველაფრის შუაში დგახარ. თითქოს არც ერთს უშლი ხელს და არც მეორეს უწყობ. უდანაშაულობის შეგრძნება გაქვს, რომელიც კანონების არ დარღვევისგან გაქვს ჩანერგილი, მაგრამ ხვდები, რომ რაღაც რიგზე მაინც ვერაა. მეცაც გეტყვი, დედამიწა თავდაყირადგას და სანამ შენ და შენნაირები გონს არ მოხდეთ, არაფერი შეიცვლება, რადგან საშუალო, შეუმჩნეველი ფენა ქმნით იმ დოვლათს, რომლის საშუალებითაც ელიტები მასებზე ძალადობენ. ერთი დღითაც რომ შევწყვიტოთ ფულის გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღით, შეიძლება საბანკო სისტემა თავზე ჩამოეშალოთ. ერთი თვით რომ შევწყვიტოთ ტელევიზორისა და ტელეფონების ყურება, ინფორმაციული ღორები შიმშილით დაიხოცებიან. მაგრამ ამას მაინც არ ვაკეთებთ. სხვანაირად არ ვიცით ცხოვრება და არ შეგვიძლია. და თუ რაიმეზე საყოველთაოდ ვიტყვით უარს, ეს ისევ და ისევ სისტემის ხელით მოხდება. გაიხსენეთ კოვიდი. ისინი თვლიან, რომ დროდადრო საჭიროა აკრძალვები, მასობრივი შეწყვეტები და ომები, რათა კაცობრიობამ არ გამოიღვიძოს. თქვენი აზრით, რატომ არასდროს ჩერდება დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს ყოველთვის უმიზეზოდ ხოცავენ? ნაცვლად იმისა, რომ გლობალურ საფრთხეს გაუსწოროთ თვალი, ადამიანები ერთმანეთის ხოცვით, უბრალოდ კი ლიდერების ბრძანების შესრულებით არიან დაკავებულები. ამ მოხუც მმართველებს კი სხვა რა უნდათ. მათი სასქესო ორგანოები აღარ მუშაობს და რაღაცით ხომ უნდა დაამტკიცონ თავიანთი ძალა და მამაკაცურობა. თუმცა საკითხი კიდევ უფრო რთული და ჩახლართულია, ვიდრე საკუთარი კომპლექსების მიერ გამოწვეული რეფლექსური აფეთქებები. როგორც ჩანს, ომი ელიტებს შორისაცაა გაჩაღებული. არავინ მისცემდა კაცობრიობას ასე გამრავლების საშუალებას, რომ არა ელიტური ოჯახების რაოდენობის ზრდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მმართველი ფენას კი ხვდება, რომ უსასრულოდ ვერ გამრავლდება. ამიტომ კონფლიქტი მათ შორისაც გარდაუვალია. ამას მოჰყვება სამოქალაქო და გარე ომები, რომელთაც მალე ვიხილავთ როგორც ევროპის, ასევე ამერიკის და აზიის მასშტაბით. სიჩუმე ქარიშხლის წინ უკვე დაირღვა. დანარჩენი კი დროის ამბავია, თუ როდის გადაუვლის ტორნადო კიდევ ერთხელ დედამიწას. მანამდე კი ჩვენ განვაგრძობთ მოსაწყენ ცხოვრებას, სანამ დენი არ ჩაქრება. ფული მნიშვნელობას არ დაკარგავს და საკვები მთავარ გამოწვევად არ გადაიცემა. ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. ამის მაგალითები მრავლადაა ისტორიაში და იმპერიების აშენება და დანგრევა ერთგვარ ბუნებრივ პროცესს ააგავს, რომელსაც როგორც შენების, ასევე ჩამოშლის პროცესში უამრავი ჩვენნაირი ადამიანი ეწირება. ირონიულია, არა? ჯერ შრომობ სხვისი ამბიციებისთვის, შემდეგ კი მათსავე ბრძანებას ვეწირებით. მინდა ერთი რამ დაიმახსოვრ. სამყარო ცვალებადია და ვერც ერთი წყობილება, იქნება ეს კაპიტალიზმი, სოციალიზმი თუ იმპერიალიზმი, უსასრულოდ ვერ იარსებებს. ყველა იდეოლოგიას ელის სასაფლაო, იქნება ეს ლიბერალიზმი, მარქსიზმი თუ ზიონიზმი და რელიგიას ელოდება მომავალი თაობა, რომელიც დასცინებს და აბუჩა დაიგდებს მას. ყველა დროში არსებობს ზღაპარი, რომელსაც ხალხს სჯერა. ყველა დროს ყავს ჯამბაზები, რომლებსაც მასის ყურადღება გადააქვთ მნიშვნელოვანი ამბებიდან უმნიშვნელო სისულელეებს. ამასობაში კი კაცობრიობა კარგავს მიმართულებას. ხალხი დაგსაქსულია. მათ არ აქვთ საერთო მიზანი. პირიქით, მტერს ხედავენ ერთმანეთში, როცა ორივე მხარეზე ერთი და იგივე მმართველი ძალა მანიპულირებს. გაიხსენეთ რა მოხდა საფრანგეთში. როგორ გამოიგონეს გილიოტინა და მშიერმა ხალხმა როგორ წააცალეს თავი დიდგვაროვნებს. შეხედეთ ჩრდილოეთ კორეას და მიხვდებით თუ რა დონეზე შეიძლება ავიდეს ძალაუფლების სურვილი და რა დონეზე შეიძლება მოხდეს ადამიანის დამონება.
დააკვირდით ამერიკას და მიხვდებით თუ როგორ მოქმედებს იმპერია. შეხედეთ რუსეთ-უკრაინის ომს და ნახავთ თუ როგორ წირევენ მმართველები თავიანთ ხალხს იმისთვის, რომ გამდიდრდნენ და მესამე მსოფლიო ომის დაწყებას მოუმზადონ ნიადაგი. თითქოს ყველაფერი დადგმულია. ერთ კატასტროფას მეორე ანაცვლებს და კაცობრიობას ამოსუნთქის საშუალებას არავინ აძლევს. დიდი გადატვირთვა გარდაუვალია. როგორც ჩანს, ვერ ვიმსახურებით მათ ისე, როგორც ქონდათ ჩაფიქრებული. როგორც ჩანს, ახალი მეთოდები არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ძველი მეთოდებით მოგვიწევს მოქმედება. არავის შეუძლია ის წინასწარმეტყველოს მომენტი, როცა მასა აფექტური გახდება. როცა ხალხს ხმა ან მოწოდება კი არა, არამედ შეგრძნება აერთიანებს. ინსტინქტი, კოლექტიური ცნობიერება, რომელიც ნათლად არჩევს თუ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. დღეს მოსახლეობა 8 მილიარდია. ამიტომ წარმოდგენაც კი არ მინდა რა შეიძლება უქნას ამ რაოდენობის ადამიანებმა იმ წვალებლებს, რომლებიც ბავშვობიდანვე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ ჩვენს. ვინმე იტყვის, რომ მათ ჯარი და პოლიცია ხავთ, მაგრამ ნულას უკაცრავად. ისინი ჩვენსავით არიან ჩაბმული თავგობის რბოლაში. ამიტომ საჭირო დროს აუცილებლად ჩვენს მხარეს დაიჯერენ. თუმცა ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ მასას ერთდროულად მხოლოდ ცოტახნით შეუძლია გაერთიანება და მმართველი ძალა რომ მოიშოროს, მაინც მოუწევთ დროთა განმავლობაში ლიდერების არჩევა, რომლებიც იგივე მოჯადებულ წრეში ჩაითრევენ საზოგადოებას. მშვიდობა, აჯანყება, დამოუკიდებლობის მოპოვება და კვლავ დამონება. ესეც ბუნების კანონია, რომელსაც ყოველი თაობა ხელახლა გადის. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ბუნებრივი კატასტროფები, რომელთა წინასწარმეტყველება შეიძლება, მაგრამ ზოგიერთის წინაშე კაცობრიობა ნამდვილად უძლურია. მეტიც, მათ დადგომას თავად უწყობთ ხელს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი ქმედებაა ადამიანთა უმეტესობისთვის. ჩვენ ხომ გვიყვარს ცეცხლთან თამაში და რისკიანი დღევანდელი დღით ცხოვრება. მომავალი თაობები ჭირს წაუღია. ამიტომ, როგორც ხედავთ, დიდი გადატვირთვა გარდაუვალია. იქნება ეს ბუნებრივი კატაკლიზმა, ომი, ძალადობა თუ ანარქია. შენ კი ისევ ვიღვიძებ დილით და ემსახურები იმათ, ვინც მზადაა, რომ წინა რიგებში დაუფიქრებლად დაგაყენოს ტყვიებისა და რაკეტების წინაშე. ხოლო საკუთარი შვილები თბილ ქვეყნებში გაგზავნოს დასასვენებლად. ვის ემსახურები? რა შედეგი მოაქვს შენ შრომას? რატომ მოაგებთ ადამიანები იმპერიას, რომლის მონებიც თავად ვართ? განა დამოუკიდებლად, პატარ-პატარა ტომება ცხოვრება არჯობდა ამ საყოველთაო სიგიჟეს, როცა ლიდერი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო, ახლა კი ის, ვისაც უფრო მეტი ატომური იარაღი აქვს. არჯობია თავად მოგხავდეს ის საკვები, რასაც მიირთმევ, ვიდრე ბრაზილიიდან ჩამოტანილი ჯერ ნაწამები, შემდეგ კი თვენახევრის განმავლობაში გაყინული ხორცი ჭამა. რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ კოკა-კოლა, შოკოლადი, ფეხბურთი, ტიკტოკი, კლუბები, მეგობრები, საზოგადოება, ლაიქები, ტელეფონი, მანქანა, ფული, ფილმები, პარტნიორები, ნარკოტიკები და მაკდონალდსი. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაცვალო მოსაწყენ და არა ერთფეროვან ცხოვრებაში, ტყეში ან მდინარის პირას, სადაც შეიძლება ერთჩვენიერ დღეს დავთმას კი შეგჭამოს. და მართალიც იქნები. ყველა იხდის საფასურს იმაში, რაც აირჩია. ზოგი ფულით და საკუთარი თავისუფლებით ყიდულობს სიამოვნებას. ზოგს კი ის უხარია, რომ თავისუფლებისთვის ფული არ სჭირდება. ეს ორი კატეგორია დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთი სისტემის მონაა, მეორე კი ბუნების. თავარი მაინც ის გამოცდილება, სანამ სიკვდილი არ გაგვაერთიანებს. ხოლო ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც ვიცით, არის ის, რომ აუცილებლად მოვკვდებით. ამიტომ, თუ რაიმეზე საუბარი გსურს, ჯობია ამ ფაქტით დავიწყოთ, რადგან სხვა ყველაფერი უბრალოდ თეორიები და სუბიექტური განცდებია. როგორც მათემატიკაში 2+2 უდრის 4 საშუალებას გვაძლევს ალბათ ურთულესი ალგორითმები, ასევე მარტივმა ჭეშმარიტებამ, რომ ბოლოს ყველა სიკვდილი გველის, როგორ არ შეიძლება მოგცეს იმის საშუალება, რომ უფრო შეთანხმებულად, ძაღლის თავების დამარხვის გარეშე შევძლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ზოგჯერ მგონია, რომ სწორედ სიკვდილის შიში აიძულებს ადამიანებს ჩაიდინონ 1000 საშინელება. ხოლო სისტემა ისეა აგებული, რომ მაქსიმალურად დაგვაუწყოს ის ფაქტი, რომ მოკვდები. ხოლო სხვების თავს ხდება უბედურება. აი ნახე როგორი წარმატებული შეგიძლია იყო რონალდოსავით. ამასობაში კი ცხოვრება გადის და ისე ვკვდებით, ვერც კი გაგვიგია თუ ვინ ვიყავით, რატომ ვიყავით და სად ვიყავით. დაკარგულ, შეშინებულ ბავშვებს გავართ, რომლებიც ერთი ულპასატმის გამო მზად არიან რომ დემონს ემსახურონ. ნუ მკითხავთ გამოსავლის შესახებ. ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ, დაუნდობელი და ჯიუტია. ჩვენ სამყაროში შეუძლებელია რამე არსებობდეს ისე, რომ სადღაც მისმა საწინააღმდეგო აზრმა თუ ქმედებამ თავი არ წამოყოს. utopia შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია რომ ხალხმა ისე მართოს საკუთარი ცხოვრება, რომ თავად გამოსცადოს ის უბედურება და ბედნიერება, რასაც ახლა მთავრობები და შეთქმულებით სავსე ელიტები გვახვევენ თავს. ამის მაგალითებიც გვაქვს ისტორიაში, მაგალითად საფრანგეთის კომუნა, მაგრამ ხალხის მმართველობამ დიდხანს ვერასდროს გაძლო. იმპერიამ კი ისევ ამოყო თავი. შესაძლოა ამისთვის ჯერ მზად არ ვართ. დავკარგეთ ის სოციალური ერთიანობის გრძნობა, რაც ადრე ტომური წყობილებისაც ჰქონდა, რადგან საზღვრები და ინფორმაციული მდინარეები ერთდროულად გაიხსნა. შედეგად საზოგადოება საკმარისად ენდობა ერთმანეთს, რომ ერთად ასე თუ ისე მშვიდობიანად თანაცხოვრება შევძლოთ. მაგრამ იმ დონეზე მაინც ვერ გავუგეთ ერთმანეთს, რომ დესპოტი რკინის ხელი, რომელიც ყოველდღურად გჭირს, მოვიშოროთ. ასე რომ, გადაგვრჩენია. შენ უბრალოდ პატარა პერსონაჟი ხარ, რომელიც მონსტრებით და დემონებით სავსე სამყაროში ცდილობს გაიკვლიოს გზა. შეგიძლია დაემორჩილო მოცემულობას,
ან ადგე და დაუპირისპირდე საყოველთაოდ მიღებულ აზრებს და ქცევებს. თუმცა აქვე გაითვალისწინე, რომ ორივე გზა საკმაოდ რთულია. მაგრამ ერთი მათგანი სხვას ემსახურება, მეორემ კი, თუ გაგიმართლებს, შესაძლოა საკუთარი თავის კი გაპოვნინოს.